სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ლუკას სახარება თავი მერვე. ამის შემდეგ დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს და აყვნენ მასთან 12. ივანე ოქროპირი ამბობს, მეგობრებო, რომ იესოს მოგზაურობა ღვთის სასუფეველის სახარების გავრცელებას ემსახურება, რაც მისი მისიის ცენტრალური ნაწილია. 12 მოწაფის თანხლები მიუთითებს, რომ ის ამზადებს მათ მომავალი მსახურებისთვის. ასევე ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს მუხლი გვაჩვენებს, რომ ქრისტე ყველგან მიდის, რათა ღვთის სიტყვა ყველა ადამიანამდე მიაღწიოს. ხოლო ავგუსტინე ჰიპოელი ამბობს, რომ 12 მოწაფის თანხლება სიმბოლოა ეკლესიის. შემდეგი მეორე მუხლი. და რამდენიმე ქალი, რომლებიც უკეთურ სულთა და სალმობათაგან განეკურნა, მარიამი მაგდალელა წოდებული, ვისგანაც გამოსული იყო 7 ეშმაკი, იოანა, ჰეროდეს, ეზოს მოძღვრის, ქუზასოლი, სუსანა და სხვა მრავალიც, რომლებიც თავიანთი საბადებლით ემსახურებოდნენ მას. ქალების მსახურება, მეგობრებო, გვაჩვენებს, რომ ღვთის სასუფეველის საქმეში ყველა თანასწორად მონაწილეობს. შემდეგი, ხოლო როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა და ქალაქების მცხოვრებნიც მივიდნენ მასთან, უთხრა მათ იგავით. გამოვიდა მთესავი თავისი თესლის თესვად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს ისინი. ესე იგი, ნახეთ, მეგობრებო, ამიგავს თავად უფალი გამარტავს და ამიტომ მე ესე იგი წავიკითხავ და შემდეგ გამარტებასაც წავიკითხავ. ნახეთ, ანუ გზის პირას დაცემული, ესე იგი დაცვენილი უკაცრავად თესლი გვაჩვენებს, რომ ღვთის სიტყვა ყველას ეძლევა, მაგრამ მისი მიღება გულის მზაობაზეა დამოკიდებული. შემდეგი, ეს იოანე ოქროპირი გამარტავს ასე და ქვემოთ უფრო ვნახავთ უკვე უფლის გამარტებას, თავად უფალი გამარტავს. შემდეგი მეექვსე მუხლით შევაგრძელებთ. ზოგი ეს მთესველზე, ხო, იგავიან. ზოგი კლდეზე დავარდა და აღმოცენებისთანავე გახმა, ვინაიდან სინესტე აკლდა. ანუ კლდოვანი ეს ნიადაგი გვაჩვენებს, რომ ზედაპირული რწმენა განსასწრებს ვერ უძლებს. ეს მუხლი გვასწავლის, რომ ღვთის სიტყვის მიღება, მეგობრებო, ღრმა სულიერი საფუძვლის გარეშე უნაყოფოა. კლდე სიმბოლოა გულის სიხისტისა, ასე ვთქვა, და რომელიც სიტყვის ფესს გამდგარას, ესე იგი, ხელს უშლის. შემდეგი, ზოგი კიდევ ეკალ ბარდებში ჩაცვივდა, წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშტო ყველა. ეკლები წარმოადგენს ამ ქვეყნიურ ზრუნავს, რომლებიც ღვთის სიტყვას, ესე იგი, აღჩობს, ხო? შემდეგ მერვე მუხლი. ხოლო ზოგი ოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო. ასმაგად ეს რომ თქვა, შეღაღადა, ვისაც ყური აქვს, სმენად ისმინოს. პოხიერი, იოანე ოქროპირი ამბობს, რომ პოხიერი ნიადაგი
გვაჩვენებს გულს, რომელიც ღვთის სიტყვას მთელი სიწმინდით იღებს და ნაყოფს გამოიღებს. შემდეგ ეს სიტყვები ვისაც ყური აქვს მოწოდება, რომ ყურადღებით მოусმინოთ ღვთის სიტყვას და ქრისტეს მცნებებს, ქრისტეს სიტყვას და მასზე უნდა ესე იგი ვიმოქმედოთ. ავგუსტინე იპოველი ამბობს, ასმაგი ნაყოფი მეგობრებო, ეს სიმბოლოა სულიერი სიმდიდრისა, რომელიც ღვთის სიტყვის ერთგულებით მიიღწევა. შემდეგი მე-9 მუხლი. მოწაფეებმა კითხეს, რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი? ხოლო მან თქვა, თქვენ მოგეცათ ღვთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენებთ იგავებით ეთქმის, რათა ხედველნი ვერას ხედავდნენ და მსმენელთ არა ესმოდეთ რა. იოანე ოქროპირი გამარტავს ამ სიტყვას, მეგობრებო, რომ იგავების გამოყენება გვაჩვენებს, რომ ღვთის საიდუმლოებები მხოლოდ მათვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც ღია გული აქვს. ვისაც ღია გული აქვს. აი რას ნიშნავს ეს იგავი. ეს ახლა უფალი გამარტავს თვითონ და ნახეთ როგორი საინტერესოა მეგობრებო. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავიც აღმოვაჩინოთ აქა და აი მოусმინეთ ყურადღებით და თქვენ თვითონ დარწმუნდებით. ახლა უფალი გამარტავს ამ იგავს. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ეს არის ლუკას სახარება, მერვე თავი და ჩვენ ვაგრძელებთ მე-11 მუხლიდან. აი რას ნიშნავს ეს იგავი. თესლი სიტყვა ღმრთისა. გზის პირას დაცვენილი მარცვლები მსმენელები არიან, ხოლო შემდეგ მოდის ეშმაკი და იტაცებს სიტყვას მათი გულიდან, რათა არ იწამონ და არა ცხონდნენ. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არ აქვს და ამიტომაც დროებით წამთ, ხოლო განსასწრელი ჟამს განდგებიან. მეგობრებო, ბოდიში, მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ სპეციალურად ვკითხულობ ნელა, რომ უფრო კარგად გაიგოთ, კარგად ესე იგი აღექვათ და გასაგები მარტივი იყოს და ამიტომ გააკონტროლოთ, ესე იგი მოასწროთ და აქედან გამომდინარე, ესე იგი ვკითხულობ ესე ნელა. ამიტომ ბავშვებსაც მოასმენიეთ, პატარებსაც და ეს მადლი არის და პატარობიდან უკვე ღვთის სიტყვას გაიგებენ და ესე იგი გამარტებით არის, მარტივად არის გამარტება, მე სპეციალურად ესე იგი მარტივ უბრალო სიტყვებით გადმოვცემ, რაც მინდა მამები გვასწავლეს, უფრო ესე იგი მარტივად წერ ხოლმე და აქედან გამომდინარე პატარებსაც მოასმენიეთ აუცილებლად. კარგით, ვაგრძელებთ. კლდეზე დაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას, მაგრამ ფესვი არ აქვს და ამიტომაც დროებით წამთ, ხოლო განსასწრელი ჟამს განდგებიან. რამდენი არის მეგობრებო, რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჩვენ რა თქმა უნდა სუსტები ვართ და ასევე ცხოვრებაში არის გაჭირვებაც, ხო, ეხლა სხვადასხვა სიტუაციებიც არის, მომენტებიც, რაღაც განსასწრებიც, მაგრამ ადამიანი ზოგჯერ მიმართავს სხვადასხვა საშუალებს, ხო, იგივე სასმელს, იგივე ან ნარკოტიკს, ან ასე შემდეგ, ხო, ეს რაც ყოველდღე დაუშვეს საშინელებაა და ზუსტად აქ უნდა მიმართოთ ჩვენ უფალს. აი ეხლა აქ გიყურებს ღმერთი, როგორ მოიქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში, ხო? და ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ, ესე ვთქვათ, ჩვენ თავს პირველ რიგში, ხო, უფალსო, ჩვენი რწმენა და ერთგულება და ღმერთს უნდა მიმართოთ. ყოველთვის მოგვისმენს და ყოველთვის ჩვენთან არის და რა თქმა უნდა დაგვეხმარება. შემდეგი მე-14 მუხლი. ეკალ ბარდეებში ჩაცვენილი მარცვლები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, მაგრამ მიდიან და
ზრუნვით სიმდიდრისა და ამ ქვეყნიურ განცხრომის სურვილით მომშთვარნი უნაყოფონი რჩებიან. ოხიერ ნიადაგზე დაცველნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას კეთილსა და სუფთა გულში, იმარხავენ მას და ნაყოფიც გამოაქვთ მოთმინებით. შემდეგ აგრძელებს მეგობრებო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგეს, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემოსვლელნი ხედავდნენ ნათელს. იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ სანთელი, ანუ ეს არის ღვთის სიტყვის სიმბოლოა, რომელიც ყველასათვის უნდა ანათებდეს. ხოლო ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს მუხლი გვასწავლის, რომ ღვთის ჭეშმარიტება გასავრცელებელია, ხო და არა დასამალი. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს. ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ღვთის ჭეშმარიტება საბოლოოდ ყოველთვის გამოვლინდება მიუხედავად ადამიანთა წინააღმდეგობისა, ხო? ასევე ეს მუხლი გვარწმუნებს, მეგობრებო, ბასილი დიდის თქმით, რომ ღვთის ნება ყოველთვის ცხადდება. ავგუსტინე ჰიპოელი ამბობს, რომ ყველაფრის გამჟღავნება სიმბოლოა ღვთის სამართლიანი განაჩენებისა. უკაცრავად განაჩენისა. შემდეგი მე-18 მუხლი. მას დაუკვირდით, როგორ ისმენთ, რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და ვისაც არ აქვს, მაგრამ ასე გონია მაქვსო, მას წაერთმევა. რას ნიშნავს ეს სიტყვები, მეგობრებო? ესე იგი, ღვთის სიტყვის ყურადღებით მოსმენა ჩვენ სულიერ სიმდიდრეს ზრდის. ასევე ეს მუხლი გვაფრთხილებს, რომ სულიერი სიზარმაცე ღვთის მადლის დაკარგვას იწვევს, მეგობრებო, და რამდენიც ჩვენ გვეზარება დილით, ესე იგი, შაბათი კვირა მე ხშირად ვამბობ, რომ ესე იგი ასე, ვიდეოში ვამბობ, გულისმოგვ და ჩვენ ყველა ასე ვამბობთ, რომ ესე იგი, ეხლა მუშაობ, ხო, ერთი შაბათი კვირა მაქვს, დამაძინე, არ მინდა და ესე ჩვენ თავს ვეუბნები, ან თუ გვაღვიძებს ვინმე ოჯახის წევრი, თქვა, ეკლესიური არის და დადის არაცდენს არცეთ კვირას წირვაზე, გაღვიძებს ვეუბნები, რომ დამაძინე, ერთი შაბათი კვირა მაქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ გვეზარება. იოანე ოქროპირი ამბობს, ღვთის სიტყვის ყურადღებით მოსმენა ჩვენ სულიერ სიმდიდრეს ზრდის. ანუ ვისაც აქვს, ავგუსტინე ჰიპოელი ამბობს, ვისაც აქვს სიმბოლოა, მათ ვის ღვთის სიტყვას ერთგულად იღებს. მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შეძლეს ახლოს მისვლა. ანუ ხალხის სიმრავლე გვაჩვენებს ასევე, მეგობრებო, რომ თუ როგორ, ესე იგი, იზიდავდა იესოს სწავლება ყველას. ეს მუხლი ასევე გვაჩვენებს და გვასწავლის, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა ყველასთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. და უთხრა მას, დედა შენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთო. ხოლო მან, ანუ ქრისტემ, უფალმა, ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ, დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ ღვთის სიტყვას და ასრულებენ მას. აი, მეგობრებო, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, დეტალი თუ მთავარი არის, მაგრამ ნახეთ, ჩვენ ხშირად უსმენთ სახარებას, ჩვენ ვკითხულობთ სახარებას, უსმენთ ეკლესიაში, ხო, ესე იგი, ქადაგების დროს და ასე შემდეგ და აი ნახეთ უფალი როგორ ამბობს, საკმარისი არა რომ მოისმინოთ, ნახეთ. კიდევ ხო წავიკითხავ 21 მუხლს. ესე იგი, ხოლო მან მიუგო და უთხრა მან, დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ისმენენ ღვთის სიტყვას და ასრულებენ მას. ანუ ნახეთ, ისმენენ და ასრულებენ.
მარტო სმენა არ არის საკმარისი, ხო, როგორც წმინდა წერილში წერია, ხო? ივანე ამბობს ეპისტოლეში, რომ ესე იგი ერთმენა საქმის გარეშე მკვდარია. ამიტომ არა მარტო მოვისმეთ, ჩვენ უნდა ავასრულოთ. გახსოვთ სხვა მომენტში სახარებაში ამბობს უფალი, რას მეძახით თქვენ უფალო და არაკეთებთ იმას, რასაც მე გეუნებითო. და ზუსტად ასე არის, ჩავიხედოთ ყველა ჩვენ გულებში, თქვენც, მეც და ყველა. შემდეგი 22 მუხლი. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ, ტბის გაღმა გავიდეთო და გაცურეს. ნავში ჩაჯდომა, ეს იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ეს გვაჩვენებს, რომ იესო თავის მოწაფეებს განსასწრებისთვის ამზადებს. ასევე ეს მუხლი ჩვენ გვიჩვენებს, რომ ღვთის ნებას მივყვეთ, მაშინაც კი, როცა გზა სახიფათოა. საერთოდ ნავი, მეგობრებო, ეს არის ეკლესიის სიმბოლოა, ეკლესიისა, ხო? რომელიც ქრისტეს ხელმძღვანელობით მიემართება. შემდეგ ხოლო ცურვისაც ჩაეძინა და ამოვარდა გრიგალი ტბაზე, წყლით აივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ. მივიდნენ გააღვიძეს და უთხრეს, მოძღვარო ვიღუპებით, ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა დააცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა. ანუ ქარისხლის დაცხრობა ადასტურებს, მეგობრებო, რომ ქრისტე ბუნებაზე ძლება მოსილია, რა თქმა უნდა. ასევე ეს მუხლი გვიჩვენებს, რომ ღვთის ძალა ყოველ განსასწრელს ძლევს. სიმყუდროვე სიმბოლოა ღვთის მშვიდობისა, რომელსაც რწმენა მოაქვს. დაუთხრა 25 მუხლი, დაუთხრა მათ. აი, მეგობრებო, ძალიან ძლიერი, ძალიან რეალური სიტყვები და აი ყურადღებით ქრისტე არა მარტო მათ ეუნება, ჩვენს გვეუნება, რაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, როდესაც ჩვენ განსასწრელი გვაქვს, გაჭირვება გვაქვს, ჩვენ რაღაცებს დავეძებთ, სხვაგან მივდივართ, რაღაცებს, ესე იგი, 1000 რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ არა ღმერთი. და ნახეთ, დაუთხრა მათ, სად არის თქვენი რწმენა? ნახეთ, ქრისტეს როგორი სიტყვებია. სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი დამხალნი და განსვიფრებულნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ვინ არის იგი ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებით მას, ისინიც მორჩილებენ მას, მორჩილებენ. ესე იგი, მოწაფეების, მეგობრებო, შიში მათი რწმენის სისუსტეს აჩვენებს. მაგრამ ამავე დროს მათ სწავლის სურვილს. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი რწმენა ღვთის ძალაუფლების სრულ ნდობას მოუწევს. შემდეგი 26 მუხლი. და მიადგნენ გერასანელთა მხარეს გენესარეთი, ხო? და გალილეის გაღმა. გენესარელთა მხარეში მისვლა გვაჩვენებს, რომ ქრისტე წარმართა მიწაზეც მიდის თავისი მისიით. შემდეგი უკაცრავად დავუკარგეთ წამით ბოდიში. დიახ, ხო, უკაცრავად. შემდეგ ვაგრძელებთ, ეს არის 27 მუხლიდან ვაგრძელებთ. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკი ყავდა და შიშველ ტიტველის სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ სამარხეებში.
ეშმაკეულის მდგომარეობა გვაჩვენებს მეგობრებო თუ როგორ ანადგურებს ბოროტება ადამიანის ესე იგი ღირსებას. სამარხეებში ცხოვრება ეს სიმბოლოა სულიერი სიკვდილისა, ხო? რომლისგანაც მხოლოდ ქრისტე განთავისუფლებს ჩვენ. ასევე ეს მუხლი გვიჩვენებს და გვაჩვენებს რომ ქრისტე ყველაზე დაკარგულ სულებსაც კი იხსნის. იესო რომ დაინახა, შეხვირა, მის წინაშე დაემხო და შეღაღადა. რა ხელი გაქვს ჩემთან იესო ძეო მაღალი ღმრთისაო, გევედრები ნუ ტანჯავ მე. რას ნიშნავს ეს სიტყვები მეგობრებო? ესე იგი იოანე ოქროპირი ამბობს, ეშმაკის ყვირილი ადასტურებს, რომ ის ცნობს ქრისტეს ღვთაებრივ ძალაუფლებას. ასევე წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ეს მუხლი ჩვენ გვაჩვენებს, ასევე რომ ბოროტი სულები ღმრთის ძალის წინაშე უზრუნი არიან, ხო? ანუ ეშმაკის შიში სიმბოლოა ღვთის ძლევამოსილებისა, ხო, რომელიც ყოველგვარ ბოროტებას ძლევს. შემდეგ, რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ უკაცრავად ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და ეშმაკისაგან დევნილი უდაბნოში გარბოდა. კითხეს მას, ანუ უბრალოდ კითხა მას იესომ კითხა, რა ქვია სახელად, ხოლო მან მიუგო ლეგიონი, ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში. მეგობრებო, ლეგიონი ეს მიუთითებს ეშმაკთა სიმრავლეზე, მაგრამ ქრისტეს ძალა მასზე მაინც ძლევამოსილია. ებედრებოდნენ იესოს, ნუ გვიბრძანებ უსკრულში დანთქმასო. იქვე მთაზე ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ, ნება დაგვთე, მათში შევიდეთო და ნება დართო მათ. აი, მეგობრებო, ეს მუხლი გვასწავლებს ჩვენ, რომ ესე იგი ღორებში შესვლის ნებართვა გვაჩვენებს, რომ ეშმაკები ქრისტეს გარეშე უზრუნი არიან. ამიტომ ესე იგი რაც ხდება ეს დაშვებით, ხო, ეშმაკი იმდენს ვერ გააკეთებს, ხო, რომ ჩვენ უზურები გავხდეთ. და არ შეგვეძლოს და ზოგჯერ ვაბრალებ ჩვენ აი ეშმაკის ბრალია, ის ბოროტი მევძვის, კი ბატონო, რა თქმა უნდა გვებრძვის და მართლაც ეშმაკს არასოდეს არ ძინავს, ის ყოველთვის დაეძებს, რომ ჩვენ ესე იგი დაგვუპოს. ყველა ხრიკებს იყენებს. რომ მან იცის ჩვენი ფსიქოლოგია, უდიდესი ფსიქოლოგია, ხო? ეშმაკი წარმოიდგინეთ. რა ძლიერი ფსიქოლოგია. ამიტომ ღვთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. ანუ ეს მუხლი მეგობრებო გვასწავლის, რომ ღვთის ნებას ემორჩილება ყველა, თუნდაც ბოროტი სულები. ну ღორები ეს სიმბოლოა, ესე იგი უწმინდური ცხოვრებისა, რომელსაც ბოროტება ეტანება. შემდეგი 33 მუხლი. გამოვიდნენ ეშმაკნი კაცისგან და ღორებში შევიდნენ. მაშინ მთელი კოლტი მიაწყდა, კბოდეს და ტბაში ჩაიხრჩო. ანუ ღორების ჩარჩობა გვაჩვენებს თუ როგორ ანადგურებს ბოროტება ყველაფერს. თუ ქრისტე არ აკონტროლებს. შემდეგი. გამოვიდნენ, რათა უკაცრავად გამომრჩა აქ 34 მუხლი, უკაცრავად. ეხლა ვინც დაინახა, ხო, ნახეთ, ამის მხილველი მეღორეები, ანუ გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. გამოვიდნენ, რათა ეხილათ რაც მოხდა.
იესოსთან მისულებმა იხილეს კაცი, ვისგანაც გამოსულიყვნენ ეშმაკნი, იესოს ფერხთით მჯდომარე ჩაცმულ დახურული და გონს მოგებული და შეძრწუნდნენ. ხო, ანუ ნახეთ მეგობრებო, იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ განკურნებული კაცის ეს მშვიდი მდგომარეობა ქრისტეს ძალის ნათელი მტკიცებულებაა. განკურნებული კაცი სიმბოლოა სულისა, რომელიც ქრისტეს მიერ განთავისუფლდა. შემდეგი, ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, როგორ განიკურნა ეშმაკეული. გენესარელთა მხარეზე მთელმა ხალხმა სთხოვა გასცლოდა მათ, ვინაიდან შიშით თავზარდაცემულნი იყვნენ. ისიც ჩაჯდა, უკაცრავად ისიც ჩაჯდა ნავში და უკანვე გამობრუნდა. ანუ ნახეთ მეგობრებო, ეს ღორები, ესე თქვა ბიზნესი იყო მაშინ, იმიტომ რომ წევსავდნენ ესე ღორებს, ისინი დაახლოებით ბევრი ღორები ყავდათ მათ. რატომ? ეხლა ჩვენ ვიცით, ებრაელები ღორს არ ჭამენ, რა თქმა უნდა, არც მაშინ ჭამდნენ, არც ეხლა ჭამენ, მაგრამ ეს ესე თქვა პატარა ბიზნესი იყო მაშინ. ისინი ესე იგი ღორებს ყიდიდნენ რომაელებისთვის, ხო? ანუ ისინი მათი წარმართები იყვნენ და ეხლა რომაელები ისინი ჭამდნენ, რა თქმა უნდა, ხორს, ხო? და აქედან გამომდინარე, ესე იგი დაინახეს, ესე იგი ჩაუვარდა თელი ბიზნესი, ღორები ესე იგი დაიხოსნენ, ხო? და წყალში ჩავარდნენ და ესე იგი არ შემოხვიდეო აქაო და ასეც ამას იმიტომ ამბობ მეგობრებო, რომ დღესაც არის ადამიანი, რომელიც ძალიან დაკავებულია, თქვათ, ამ ქვეყნიურ რაღაც ბიზნესზე, აქვს რაღაცა თქვათ საქმეს მისდევს, ხო, და ავიწყდება ქრისტე, არ უნდა ქრისტე, ან საერთოდ ესე იგი არ აქვს დრო, რომ წავიდეს ეკლესიაში და ერთი სიტყვით არ ფიქრობს ქრისტეზე და ღმერთზე და ეკლესიაზე და სულიერ ცხოვრებაზე. კარგით, შემდეგი 38 მუხლი, ხოლო კაცმა ვისგანაც გამოვიდნენ ეშმაკნის თხოვა თან წამიყვანეო, მაგრამ იესომ გაისტუმრა იგი და უთხრა, დაბრუნდი სახლში და უამბე შენიანებს, რა გიყო ღმერთმა, ისიც წავიდა და მთელს ქალაქში ქადაგებდა რა უყო იესომ. აი ნახეთ მეგობრებო, ეს პირველი ადამიანი, ვის უკვე ქადაგებს სახარებას, ხო? აი პირველი ადამიანი, განკურნებულის ქადაგება მაგალითია თუ როგორ უნდა მოვუწოდოთ სხვებს ღვთის სიკეთის შესახებ. მოხდა ისე, რომ იესოს დაბრუნებისთანავე მიიღო იგი ხალხმა, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას. და აჰა, მოვიდა ერთი კაცი სახელად იაიროსი, სინაგოგის წინამძღვარი. ფეხქვეშ ჩაუვარდა იესოს და სთხოვა სახლში წამომყევიო. ანუ ეს იაიროსის თავდაბლობა მაგალითია მეგობრებო, თუ როგორ უნდა მივუახლოვდეთ ღვთის, ესე იგი ღმერთს ნდობით. და ასევე ეს მუხლი გვასწავლის, რომ ესე იგი ღვთის წინაშე მეგობრებო ყველა თანასწორია, თუნდაც სინაგოგის წინამძღვარი. და არ აქვს მნიშვნელობა შენ ესე იგი ქართველი ხარ თუ კორეელი ხარ თუ იაპონელი თუ ჩინელი, ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს და თანასწორია, ხო? აქ თავარი ის არის, რომ ჩვენ როგორ გვიყვარს ქრისტე და ჩვენ როგორ უყვარს, ესე იგი ჩვენ როგორ დამოკიდებული ვარ თუ არა ჩვენ ერთგულნი, მისნი და ერთგულნი მის ცნებების და გვაქვს თუ არა ჩვენ სწრაფა ღვთის მიმართ. ამაშია საქმე. შემდეგი ვაგრძელებთ მეგობრებო, შეგახსენებთ ლუკას სახარება თავი მერვე 42 მუხლიდან ვაგრძელებთ. რადგანაც ერთადერთი ასული ყავდათ 12 წლის, იაიროსის შვილზეა საუბარი, ხო? და ისიც უკვდებოდა. წაყვა და ხალხის ზე დაწყდებოდა მიმავალს.
ერთმა ქალმა, რომელიც 12 წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა და ექიმებისთვის გადაეგო მთელი თავისი საბადებელი, მაგრამ ვერავის განეკურნა. ანუ ქალის გაჭირვება გვაჩვენებს, რომ ადამიანური ძალისხმევა უსუსურია ქრისტეს გარეშე, ხო? ასევე ეს მუხლი გვეუბნება და გვასწავლის, რომ ღვთის მადლი ყოველგან, ესე იგი ადამიანურ ძალისხმევას აღემატება, რა თქმა უნდა. სისხლის დენა, ესე იგი, ასევე სიმბოლოა, როგორც ავგუსტინე ჰიპოლი ამბობს, სიმბოლოა, ესე იგი, ცოდვისა, ხო? მაგრამ რომელიც მხოლოდ ქრისტეს შეხებით იკურნება. შემდეგი, უკვნიდან მოუარა მისი სამოსის კალთას შეეხო და მაშინვე შეუწყდა სისხლის დენა. და თქვა იესომ, ვიღაცა შემეხო მე, მაგრამ რა კი ყველა მოუარყო პეტრემ და მისმა თანამდგომებმა უთხრეს, ანუ მოძღვარო, ხალხი გაწყდება და გავიწრუებს, შენ კი ამბობ ვინ შემეხო, ანუ ბევრი ხალხი იყო, წარმოიდგინეთ ახლა რამდენი ხალხი იქნებოდა, მეგობრებო და ახლა პეტრე უნება რომ ეს რამდენი ხალხია, შენ იგვლიბოდა, შენ როგორ ამბობო ვის შემეხო, ანუ ყველა გეხებაო და ძალიან ბევრი ხალხი არისო შენ გარშემო. მაგრამ ნახეთ შემდეგ რა ხდება. კაცსავად. მაგრამ იესომ თქვა, ვიღაცა შემეხო მე, რადგანაც ვიგრძენი რომ ძალა გავიდა ჩემგან. ძალის გადინება, ესე იგი გვაჩვენებს, რომ ქრისტეს ღვთაებრივი ძალა ყოველთვის მოქმედებს რწმენის პასუხად. რა კი მიხვდა ქალი რომ ვერ დაიმალა, კანკალით მიუახლოვდა, ფეხქვე ჩაუვარდა და მთელი ხალხის წინაშე აღიარა, რატომ შეეხო და რა უცებ განიკურნა. ანუ ქალის აღიარება, მეგობრებო, მისი თავდაბლობისა და მადლიერების ნიშანია. ასევე ეს მუხლი გვასწავლის, რომ ღვთის მადლის მიღება საჯარო მოწმობას მოითხოვს. ქალის თავდაბლობა სიმბოლოა ნამდვილი მონანიებისა, რომელიც ღმერთის წინაშე ფასეულია. შემდეგი, ხოლო იესომ უთხრა მას, მხნედ იყავ ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით. შენმა რწმენამ გიხსნა, იოანე ოქროპირი ხაზს უსვამს, რომ ღვთის მადლი რწმენის მეშვეობით მოქმედებს, მეგობრებო. ღვთის მადლი რწმენის მეშვეობით მოქმედებს. წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ წადი მშვიდობით, ესე იგი გვარწმუნებს, რომ ღვთის განკურნება სულიერ სიმშვიდე მოაქვს. შემდეგი და დაგვრჩა ბოლო ორი მუხლი, 59 მუხლი. ამას რომ ამბობდა, ერთი კაცი მოვიდა და სინაგოგის წინამძღვარს უთხრა, შენი ასული მოკვდა, ნუ ღარ აწუხებ მოძღვარსო. მაგრამ იესომ ეს რომ გაიგონა უთხრა, ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს და გადარჩება. აი მეგობრებო, ნუ გეშინია, ანუ მოწოდება, რომ რწმენა ყოველგვარ შის ძლევს. ბიბლიაში, მთელ ბიბლიაში ნუ გეშინია, ანუ სხვადასხვა სინონიმებია, ასე ნუ გეშინია ეს სიტყვა 365-ჯერ არის ნახსენებია. თითქოს და ყოველ დღე წელიწადში, ყოველ დღეს გეუნება უფალი ღმერთი, ნუ გეშინია. და რამდენჯერ არის ნახსენები აქაც ხო ეს სახარებაში, ნუ გეშინია. ნუ გეშინია და აი ეს არის მეგობრებო, მართლაც ხშირად ჩვენ გვეშინია რაღაც საფრთხეები, რაღაც შიშები, შფოთები, რაღაც აზრები, ესე იგი ყოველდღიური რაღაც პრობლემები და ნუ გეშინია, გეუბნება. ვინ გეუბნება? სამყაროს შემოქმედი, პლანეტების, აი ესე იგი galaktikების და მეგავარსკვლავების და მთელი სამყაროს შემოქმედი, წარმოიდგინეთ ეს რა არის ხო?
ეს უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ადამიანი ვერ დაიტევს. ის მოვიდა და განკაცდა და გახდა ჩვენაერი. ყველა ვინც კი მისმენდით ღმერთმა შეგიწიროთ და ღმერთმა ჩვენი სახარების ესე იგი მერვე თავის სახარებით ღმერთმა შეგვიწყალოს, ახოცოს, დაწვას ჩვენი ცოდვები და შეგვიწიროს და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ზოგჯერ ვახველებ ხოლმე თუ ყელი მტკივა, ყელი და ბოდიშ გიხდით კიდევ ერთხელ და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ესე იგი აუცილებლად ყოველდღე მოусმინეთ სახარებას, თუ წაიკითხავთ, უფრო კარგი იქნება, რა თქმა უნდა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა.